მე წავიკითხე ფრაგმენტი ნიკამელიას განცხადებიდან, რომელიც ფაქტიურად ამბობს, რომ ეხა პარტიების დრო არ არის, ახლა არის რაღაც სხვადასხვა ჯგუფების დრო, რომელიც კოორდინაციაში იქნება ერთმანეთთან და ერთი ნება, ერთი დინამიზმი უნდა გამოვლინდეს და მოვა პარტიული პოლიტიკის დრო და მაშინ ვიპოვოთ ერთმანეთიო. რაზე მსჯელობდა ამის პარალელურად კოალიცია ცვლილებებისთვის? რა არის თქვენი ხაზი პარტიულ პოლიტიკას ინარჩუნებს თუ არა კოალიცია? მოგესალმებით ქალბატონ დიანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მინდა ნიკამელიას მიმართ ამ ასე ვთქვათ თითქოს მკაცრს, მაგრამ ამავდროულად ძალიან შინაარსობრივად ღარიბულ ლაჩრულ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო სასამართლომ და ნიკამელი არის პირადად ივანიშვილის და კობახიძის შურისძიების და ასე ვთქვათ რეპრესიების მსხვერპლი. თუ შეიძლება მსხვერპლი ვერ იქნება ნიკამელია ამ ორ ადამიანთან მიმართებაში ვერაზდროს, მაგრამ ესე უნდა რომ წარმოიდგინოს ივანიშვილმა და კობახიძემ. საბოლოო ჯამში ის რაც გამოიტანა ამ სასამართლომ განაჩენი ბატონი შვანგირაძის მიმართ რაღაცა თითქოს შეურაცხყოფელი ქმედებათ, არამედ ეს არის პროტესტის და წინააღმდეგობის მაგალითი იმ უსინდისობაზე, უსამართლობაზე, რომელსაც ქართული ეგრეთ წოდებული სასამართლო აკეთებს და ნიკამელია იქიდან და თქვენს მოიყვანეთ ციტატიდან ნაწილი ტექსტიდან ნაწილი ციტატად ესე ვთქვათ ამ თქვენს კითხვაში, მაგრამ ნიკამელიას სტატუსის და სასამართლოს განცხადება კიდევ ერთხელ იყო მოწმობა წინააღმდეგობის და ბრძოლის არ შეჩერებს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ნიკამელიამ თქვა, რომ ეხლა იმ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს კრძალავენ, ჩვენ აი ხედავთ თუ რამდენი ადამიანია კოალიციის შეხვედრაზე და ეს ადამიანები არიან კოალიციის წევრები და აქტიური მხარდაჭერები. ჩვენ მოსახლეობა ამ ასე ვთქვათ გაფართოებულ შეხვედრაზე არ დაგვიპატიჟებია, ჩვენ მოსახლეობის ასე ვთქვათ ამომრჩევლის ნაწილი არ არის, ეს არის პარტიის წევრების შეხვედრა, სადაც ვათანხმებთ სტრატეგიას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა. და დღეს ჩვენ ვაპირებთ შეთანხმებას, რომ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუ ეს არჩევნები იქნება სამართლიანი და თუ ყველა პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი. და ამის შეთანხმება ხდება ახლა. რაც შეეხება ნიკამელიას დავაზუსტებ უკაცრავად. არავინ ლაპარაკობს ჯერ არჩევნების ჩანიშვნაზე. თქვენ ფიქრობთ, რომ წინსწრებად საჭირო იყო კოალიციის მხრიდან ამის ეს ვთქვათ მკაფიობა ამ თემაზე? სამართლიანი არჩევნები ისეთი თემაა, მაინც ბუნდოვანება ამ ტერმინში, იმიტომ რომ სხვადასხვა რამ შეიძლება მიგაჩნდეთ თქვენ და თუნდაც მაგ დარბაზში მყოფ ადამიანს თა ნაწილს სამართლიანად, სხვა პარტიას, ოცნებას საერთოდ სხვა და ასე შემდეგ. ამიტომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა რა პირობი? რა ჩაითვლება სამართლიან არჩევნებად და ამაზე ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულება და ვისმენთ ჩვენი თანამებრძოლების პოზიციასაც. ძალიან ჰორიზონტალური მართვის სტილი და სისტემა არსებობს ჩვენთან და ვისმენთ ადამიანების აზრს, რომელიც მათ შორის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოვიდნენ და ჩვენი პარტიის აქტიური და გამოსტილი წევრები არიან. რაც შეეხება რატომ დაგვჭირდა ახლა? ჩვენ არ დაგვჭირდა, ჩვენ ამაზე არ დაგვიწყია საუბარი, ვინ თუ არა თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. ეს საუბრები რაღაც უცებ მედიაში დაიწყო, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ სამოქალაქო ჯგუფებთან, რუსთაველის პროტესტთან, პროდასალურ პარტიებთან, ვინც თანახმაა, რომ ეს ორი მოთხოვნა არ გადაიხედოს. ან ბოდიში ამ სიტყვისთვის და არ ეგრეთ წოდებული გასპლიტვა არ მოხდეს, რომ ვიღაცას დაავიწყდეს პოლიტპატიმრები. არა, ჩვენთვის ეს ორი მოთხოვნა არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, სამართლიანი არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ პოლიტპატიმრების განთავისუფლება ასევე ამ ორი მოთხოვნის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. და ამ ორ მოთხოვნასთან და ბრძოლის წინააღმდეგობასთან დაკავშირებით თანხმდებით. რაც შეეხება ნიკამელიას განცხადებას, კი, როცა პარტიები აიკრძალება, როცა ესეთი რეპრესიებია, პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში. დიახ, მათ შორის ყველა ჯგუფის ბრძოლა მნიშვნელოვანია და ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით, რომ არ უნდა შევქმნათ განსაკუთრებული მოლოდინები, რომ მაგალითად ეხლა 28 ნოემბერს ან 2 დეკემბერს რაღაცა დასრულდება. პირიქით, ჩვენ უნდა შევქმნათ მოლოდინი, რომ ალტერნატივა არსებობს, ენერგია არსებობს და ამ დარბაზში თქვენ ხედავდით თუ იყო სიუჟეტში ან ლაივში, არ ვიცი, ბოდიში ხდით, ვერ ვადევნებდი თვალს და პულს, თუ ეს არსებობს, აი ენერგია არსებობს ამ დარბაზში, როდესაც ადამიანები არიან მზად.
წინააღმდეგობაში და ართანამშრომლობაში ყოფნაში და ვერანაირი აკრძალვა ამ პროცესს ვერ გააჩერებს. ჩვენ ვიქნებით ყველაზე მსხვილი ჯგუფი ერთ-ერთი დავამატებ ამ სიტყვას ვინმეს უარ ეწყინოს. ყველაზე მსხვილი ჯგუფი, ვინც რეჟიმისთან წინააღმდეგობაში იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე. გზა ჩვენთვის ბიძინა ივანიშვილმა სხვათა შორის ჩახერგა უკან დასახევი გზა ერთის მხრივ არ დაუტოვა მის ბანდას კრიმინალურს, მეორეს მხრივ არ დაგვიტოვა ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენს უკან არის ჩვენი ევროპული მომავალი, ჩვენს უკან არის ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა. 80%-ზე მეტი, 70%-ზე მეტი, 80%-ზე მეტი, რომელსაც უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, 70%-ზე მეტი, რომელსაც არ უნდა მიწაწყლის გაყიდვა, 70%-ზე კვლევებიდან გეუბნებით, 70%-ზე მეტი, რომელიც ფიქრობთ, რომ საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი და სამართლიანი არჩევნებია ამ პოლიტიკური კრიზისის სამართლიანი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება. ამ ორი მოთხოვნისთვის შეიკრიბა დღეს პოლიცსაბჭო. ეს იყო თუ არა ისედაც ორი მოთხოვნა, რომელიც აერთიანებდა პოლიტიკურ სპექტრს და საპროტესტო საზოგადოებას, ისედაც აი ამ პროტესტის მთელი წლის განმავლობაში. დავამატებ, ესე გითხარით თავიდან მეთქვი, ეს ერთ-ერთი საკითხია მნიშვნელოვანი, ასევე არის საკითხი სტრატეგიული ერთობის და ჩვენ ახლა მიმდინარეობს ეს შეკვეთა და მივიღებთ ასევე მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ალბათ იქნება ამაზეც თანხმობა, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას სტრატეგიულ ერთობასთან დაკავშირებით. კოორდინაციას პროდასავლურ პარტიებთან, რუსთაველის პროტესტთან და ვის შორის. თენგო ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით მელიას იმ განცხადების ფონზე, რომელიც ასე გამოჩნდა, რომ ადრესატად სააკაშვილს მოიაზრებდა, ეს ვრცელდება თუ არა ნაციონალურ მოძრაობაზეც და ზოგადად აი ვისთან კოორდინაციის მზაობა გაქვთ ახლა? რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის კოორდინაციაზე საუბარი, არანაირი ერთობაზე არ საუბრობთ, ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმულია. ჰექტარზე ერთ სივრცეში ვერ მიხილავთო და კოორდინაცია რაღაც ერთ სივრცეში ყოფნას გულისხმობ. ვერ იხილავ, თუ ნიკა მელი არის ძალიან პრინციპული კაცი, ძალიან პრინციპული პოლიტიკოსი, იმიტომ ვართ თანაგუნდელები, იმიტომ ვიბრძვით ერთად. დიახ, ნიკა მელიამ თუ ეს თქვა, ესე იგი ეს ესია და ეს არის მისი მტკიცე პოზიცია და გასაგებია. რაც შეეხება სტრატეგიული ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ. მაგრამ ეს კოალიციის მიერ არ იქნება ავტომატურად გაზიარებული, ასე გავიგე. ეგეთი რაღაცა თქვი, მე პირიქით თქვი მგონი და თქვენ სხვანაირად დავაზუსტებ რა თქმა უნდა გაგვჩნდა. არის კოალიციის თავმჯდომარე, თანათავმჯდომარეა კოალიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელიც მას დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა რაც ძალიან სამწუხარო იყო. მაგრამ ეს ნაწილი პოლიცსაბჭოს თემა ვერ გახდება ვერცეთ შემთხვევაში, რაღაც სტატუსებს ჩვენ არ განვიხილავთ პოლიცსაბჭოზე, ჩვენ პოლიცსაბჭოზე განვიხილავთ უშვებ თუ არა რუსთაველის პროტესტთან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, პროდასავლურ პასუხისგებლიან პოლიტიკოსებთან ერთად, ვინც ამ ორ მოთხოვნაში მოყვება სტრატეგიულ თანამშრომლობას. ეს არის და ეს ძალიან მარტივია ახლა, მარტივია დანარჩენს დრო გამოაჩენს. ჩვენ ამაზე ვსჯელობთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო კონტექსტი. აი ჩვენს ლიდერებს, კოალიციის 4-ვე ლიდერს, რაზეც ბრალი წაუღენეს, არ აღიარების, არ თანამშრომლობს, ვითომ ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს და ნიკა გვარამიას ბრალია, რომ ამ ხელისუფლებას არ აღიარებენ. პირველ რიგში ამ ხელისუფლებას უარ აღიარებენ ქართველი ხალხის დამსახურება, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა ეს ხელისუფლება არ აღიარა ხელისუფლებად და 10%-მაც რო არ აღიაროს, უკვე არალეგიტიმურია, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა არ აღიარებს. 900.000-მდე ამომრჩეველი გაცხადებულად არ აღიარებს. მათ შორის კიდევ უფრო მეტია დარწმუნებული ვარ სამართლიანი ობიექტური გამოკითხვა რო იყოს. აქედან გამომდინარე ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვაქვს და არ თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით. ეს უკვე მესამე საკითხი საგარეო საკითხთან. მეოთხე საკითხიც არის. მეოთხე საკითხი არის ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არის ახლა აქტუალური საზოგადოებაში. პირველ საკითხად ამ ქვეპუნქტად, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქების შექმნა თუ დაარსება საქართველოში. ეს ერთი საკითხი, კორუფცია მეორე საკითხი, რომელმაც შეჭამა თელი საქართველო და კი ბატონო, თენგო, სხვა დროს სტუდიაში უფრო ცვლად ვილაპარაკებთ ამ თემაზე, ახლა უბრალოდ ინფორმაციულად გვინდოდა რომ მოგვესმინა, რაზე მსჯელობდით, მაპატიეთ, მადლობა. პირიქით, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია თუ რაზე მსჯელობს კოალიცია ცვლილებისთვის მის აქტიურ წევრებთან და მხარდაჭერებთან ერთად. მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის და მოკითხვა პოლიტპატიმრებს. არც ერთი ჩვენი კოალიციის პოლიტპატიმარი და არც ერთი სინდისის პატიმარი. ჯამში 100-ზე მეტი არ დაგვავიწყდება და ბრძოლა მიმდინარეობს მათი თავისუფლებისთვის. მათ შორის და უპირობოდ. მადლობა.